გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. სახელმწიფოს კუთვნილი 403,000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. ტრაფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. გორბის კვლევის შედეგებს და ქართული ოცნების მაღალ რეიტინგს მმართველი გუნდის შეფასებით კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც ქართული ხალხის ინტერესებზეა მორგებული და ოპოზიციის გეგმა, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას და არეულობას ითვალისწინებს. მეგინ არსავიძე მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი ენდობა ქართულ ოცნებას, რომელიც იცავს სწორედ ქვეყნის ინტერესებს და ოპოზიციისგან განსხვავებით არ ასრულებს ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს. უცხოეთიდან მართულ აგენტურას კი სახელმწიფო გუნდის წევრების განცხადებით ამომრჩეველი უარს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ეტყვის. გორბის კვლევაზე საუბარი არ სურთ ლელოში, გახარიას პარტიაში კი უკვე დიდი ხანია ქრონიკის კამერის შიში აქვთ. გირჩი აცხადებენ, რომ საკუთარი რეიტინგის ზრდის მოლოდინი ჰქონდათ სხვა ოპოზიციურ პარტიებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ის რეიტინგი გაგვესდებოდა, მას მაინც პროგნოზირებდით, იმიტომ რომ ჯერ ოპოზიციაში ძალიან ბარდაკია და ერთმანეთს ჭამენ დანარჩენი პარტიები და მე მგონი ნებისმიერ კრიტიკულად განწყობილი ამორჩეველი ამას დაინახავდა და სათანადო შეაფასებდა. ხარდაჭერა ჩვენ ყოველდღიურად გვგრძნობთ. ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს ყოველდღიური ამორჩეველთან. ხალხი რეალურად ხედავს და შეუძლია გააკეთოს განსხვავება, ვინ არის. ვინ რომელი პოლიტიკური პარტია რას ემსახურება, ვის ემსახურება და მე მგონი ყველაფერი ცხადია, ხო? მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები. ქართველი ხალხი და არა ვიღაცა გარედან ჩარევებით, მითითებებით, თავიანთი ეს შიდა აგენტურული ქსელი, რომელიც აქვს გაკეთებული. ქართველი ხალხი მართავს ამ ქვეყანას. რაც შეეხება მმართველი პარტიის მაღალ რეიტინგს, ეს მოსალოდნელი იყო. თითქმის უშეცდომოდ გაიარა ეს გზა პოლიტიკურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კვლევის განმავლობაში მართლაც დიდ უბედურებას საქართველოს არ ჩართო ომში, არ შევიდა ავანტიურებში ეკონომიკური ხასიათისა და არ დაუშვა ისეთი ტიპის შეცდომა, რომელიც ფატალურ შედეგებამდე მიიყვანდა საქართველოს. ამას აფასებს ქართული ამორჩეველი და მე ეს მიხარია, რომ ამას აფასებს. გორბის გამოკითხვებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მზარდია. ეს მეგინ არსავიძე იყო. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 6-25 სექტემბრის პერიოდში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, დამატებით თბილისში გამოიკითხა 920 რესპონდენტი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში 500 რესპონდენტი. მონაცემები წარმოდგენილია სავარაუდო ამორჩევლის ჭრილში. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +-3%-ია, ხოლო ქალაქების მასშტაბით +-5%. სახელმწიფოს კუთვნილი 403,000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებას. ჩატარებული გამოძიები დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლობელი ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუები დაეუფლა. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 403,095 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კომპანიის მფლობელს ბრალდება დიდი ოდენობით თაღის, თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც საჯარის სახე და ზომა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორ პირს კი ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღის, თაღლითობით დაუფლებაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც საჯარის სახე და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის რადიკალურ გეგმებზე ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები უკვე ღიად საუბრობენ. ნათელია ისიც რისთვის ემზადება ოპოზიცია და რა ფორმით ცდილობს გეგმის სისრულეში მოყვანას და ხელისუფლების დამხობას. ვრცელდება კონკრეტული ინსტრუქციებიც. შევკრიბეთ ჯარი, პირდაპირ ვიტყვი ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებების და მათ შორის ჯარისკაცები არიან. აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი არის, მებრძოლი ადამიანი არის, ასევე საქართველოს პულს ყავს, ასევე რა ვიცი, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. ჩვენ ჯარზე ვდებთ, ჩვენს ფსონ ქალები ბევრს ვაკეთებთ, შეიძლება გამბედაობით ვერც ერთი კაცი ვერ დამიდგეს გვერდით, მაგრამ ფიზიკურმა ძალამ უნდა გადაარჩინოს და ამის დემონსტრირებამ, რომ აქეთ ჩვენს ხარეს მარტო ქალები კი არ ვდგავართ, კაცები დგანან, შანსი მივცეთ გადარჩენის. უმსხვერპლოდ იგულისხმება, რომ ჩვენ არავის მოკლას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ რომ მსხვერპლი არ ვიქნებოდით, ეს ქონდა გააზრებული. ოპოზიცია 4 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება და ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, თუმცა ძალადობრივი პროცესების განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ. მათივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხვება. ჯერა იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება, თუ ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი, თუ ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი მის ქმედებას. არაფერი არ იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ კი ვინმე რაიმე კანონს აწინააღმდეგოს გაბედავს, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში. რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბერი მათ მიერ დაანონსებული, თავის სახეს აჩენენ, რეალურ სახეს აჩენენ. რა თქმა უნდა, აქ მშვიდობიანზე ლაპარაკი ზედმეტია, როდესაც საუბარია დამხობაზე, რა თქმა უნდა, დამხობა და რევოლუციები თავისთავად მოიცავს ძალადობრივ გზებს. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ ეთამაშებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს არ არის 90-იანების საქართველო, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და თუ ვინმეს ექნება იმის სურვილიც კი რომ რაიმე ტიპის ძალადობას მიყოს ხელი, რა თქმა უნდა, იგი ჩანასახშივე იქნება აკვეთილი. შეუძლებელია რომელიმე ქართველი პატრიოტი მხარს უჭერდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევას და ესე იგი დესტაბილიზაციის მოწყობას საქართველოში და მასობრივი ხოჭრაჟლეთის გაჩაღებას საქართველოში. ეს ამის დაჯერება მე ძალიან მიჭირს. თუ რამდენიმე უპასუხისმგებლო პირი არის, რომლებიც მათ შეუერთდებიან რადიკალურ ქმედებებში და არა აქციებში. აქციებში კი ბატონო მშვიდად მიიღო მონაწილეობა. მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ აგებენ პასუხს ქართული სასამართლოს წინაშე. თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას, არალეგალური ჯარის ფორმირებას, რომ ახდენენ და თურმე შანსი რომ უნდა მოგცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ. მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ. ნანა სანდერ, შტუტგარტი, გერმანია, რევაზ ბეროზაშვილი, ბრიუსელი, ბელგია. თქვენ ვინ მოგცემთ საშუალებას ჩვენი დიდი ძალისხმევით აწყობილი მშვიდობიანი ქვეყანა აგარებინოთ. არასამთავრობო სექტორის შემდეგ რევოლუციური პროცესების სახალისებაზე უცხოური სპეცსამსახურები უნივერსიტეტების გავლით მუშაობენ. უკვე გაშიფრული სქემით გამწევი ძალა ამ პროცესში გიული ალასანიას უნივერსიტეტია. ტრენინგებში მონაწილეობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. მმართველი გუნდის შეფასებით შეინიშნება თანხების არალეგალური მოძრაობა, რომელმაც ის უცხოური დაფინანსება ჩაანაცვლა, რომელიც NGO-ების მეშვეობით ექსტრემიზმს ხმარდებოდა. განათლების მიღება ნებისმიერ თემაზე არის კარგი. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ინფორმაცია ყველაფრის თაობაზე. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ აგენტურული ქსელი გაეკეთებინა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ეგრეთ წოდებული NGO სექტორი, თუმ რაღაც კარგი საქმეებით იყვნენ დაკავებული ქვეყანაში, ძირითადი თანხები ხმარდებოდა პოლიტიკას, ბოროტებას. უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების სქემა გაშიფრულია.
ცდილობა ჰქონდათ და უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამ ყველაფერს, ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ თუ როგორ მუშაობს. მაგრამ მარტო საქართველოში კი არ არის. ყველგან სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გლობალური ომის პარტია, ეგრეთ წოდებული Deep State, ამ მეთოდებით მუშაობს. თანხები, რომელიც ეგრეთ წოდებული NGO-ებზე მოდიოდა, ძირითადად მიმართული იყო სწორედ ესეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული პროცესების, ასე ვთქვათ, დასაფინანსებლად და სამართავად. გამჭვირვალობის კანონმა ეს შეზღუდა, მაგრამ ეხლა ხვრელი, ასე ვთქვათ, განათლების სისტემის მეშვეობით იპოვეს და გიული ალასანიას უნივერსიტეტი ამისთვის იქნა გამოყენებული და გასაგებია რატომაც. მათი მიზანი ამ ქვეყანაში არა დემოკრატიის განვითარებაა, არამედ ისეთი, ასე ვთქვათ, ფარული ძალების ფლობა, რომელიც რუსამათ დაჭირდება, დემოკრატიული პროცესს გვერდზე გადაწევენ და აჯანყების, ფერადი რევოლუციების გზებით ხალხისთვის არასასურველ, მაგრამ მათთვის სასურველ რეჟიმს მოიყვანენ. გიული ალასანიას უნივერსიტეტი ამ საქმიანობაში პირველად არ გამოჩნდა. ჯერ კიდევ ფრანკლინის კლუბიდან მოყოლებული ის ყველანაირად უწყობდა ხელს, თუ არ ხელმძღვანელობდა, ალბათ ხელმძღვანელობდა კიდევაც ამ ახალგაზრდების რადიკალური ხასიათის მომზადებებს. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემდეგ დაიწყეს 1000 გვარი სქემების მოფიქრება, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას და როგორ შემოიტანონ შავი ფული, ესე იგი ამ გადატრიალებისა და რევოლუციური ქმედებების დასაფინანსებლად. მაგრამ რატომ გონიათ მას, რომ ეს ჩვენ შეუმჩნეველი დაგჭებოდა და სახელმწიფო შეუმჩნეველი დარჩებოდა, არ ვიცი. როგორც ჩანს, რევოლუციური სცენარისთვის სხვა ალტერნატიული სქემების მოძიება სცადეს და ისინი ფიქრობენ, რომ რომელიმე უნივერსიტეტის სახელსამოფარებულები შეძლებენ რევოლუციური სცენარების მოწყობას. დროა განსაკუთრებით ზოგიერთმა უნივერსიტეტმა დაასრულოს უნივერსიტეტობანას თამაში. ეს არის ძალიან დიდი, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, რომ გერქვას უნივერსიტეტი და ემსახურებოდა განათლებას და ახალგაზრდობას, მაგრამ როგორც კი შენ იწყებ რადიკალიზაციის პროცესებში შესვლას, ახალგაზრდობის წახალისებას ძალადობრივი პროცესებისკენ, ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული. ხაზარაძე გახარიას პარტიის ყოფილი კანდიდატი რუსთავის საოლქო პროკურატურაში 3 საათზე მეტხანს იკითხებოდა, კარა ორუჯევი განმარტავს, რომ რეალურად პარტია ერთი კვირის წინ დატოვა. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერში ხმა მისია, თუმცა ჩანაწერი დამახინჯებულად გაავრცელეს. შეგახსენებთ, ირაკლი კუპრაძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ პარტიის წევრმა კანდიდატობაზე უარი მოსყიდვისა და მუქარის გამო თქვა. პარალელურად კი თავად კანდიდატი ამტკიცებს, რომ საკუთარი ნებით მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო მიზეზი პარტიის ურეიტინგობაა. ახლა ქართულ ოცნებას უჭერთ მხარს? უკანონოდ ჩამწერეს და შემდეგ ჩანაწერი გააყალბეს, ამიტომ ვინცეს გააკეთა უნდა მიიღოს სასჯელი კანონის შესაბამისად. მათ წინააღმდეგ ჩივილს ვაპირებ, ვამზადებ სარჩელს. ჩანაწერში ჩემი ხმა ნამდვილად არის, ადამიანს, რომელსაც ველაპარაკებით 13 წელია ვიცნობ. არანაირი ფულის საკითხი არ ყოფილა, ეს ყველაფერი ბლეფია. ბევრ კითხვას მისვამ და რეალურად არ მინდოდა მასთან იმ მიზეზის თქმა, რა მიზეზითაც დავტოვე ლელო. რეალურად მე პარტიით უკმაყოფილო ვიყავი. ბევრი შეცდომა დაუშვეს, მარნეულის პარტიის თავმჯდომარეს ყველაფერი ვუთხარი. გავაფრთხილე, რომ კიდევ თუ დაუშვებდნენ ასეთ შეცდომებს, წავიდოდი, დავინახე, რომ ეს შეცდომები არ გამოასწორეს და წამოვედი. ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი. უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს, არც საკუთარ ოჯახს ეკუთვნიან, არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ქვეყანას. შესაბამისად, როგორ უნდა გქონდეს ადამიანს სურვილი იყოს ასეთ დაჯგუფებასთან, ხო, ვინც ნორმალურად მოაზროვნია ქვეყანაში, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება, როგორ შეიძლება იყო აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია. კარგი იყო ამ ადამიანმა გააკეთა ეს განცხადება და რეალურად კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში ლელოც და მისი ლიდერებიც. ლელო არის თაღლითების პარტია ადამიანების, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური კარიერის გაკეთება სცადეს ტყუილებზე საზოგადოების მოტყუებაზე. ამიტომ კიდევ ერთ ასეთ ფაქტს გადავაწყდით და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად, რომ ეს იყო ტყუილი. პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისთვის კანონიერი სახის მისაცემა დაუცლებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლების ჩართო. თემაზე პოლიტიკური შეფასებები გეცდება. ბატონ ბიძინას მინდა უთხრა, ჩვენით დაიწყო
და გადავიდა უკვე ტალღისებურად, როგორც ცუნამი, ასე თავის საახლობლოზე, გარემოცვაზე, მათ ოჯახებზე. ჩნდება კითხვა, თუ კი მსგავსი დაუშვათ ეჭვი გამოძიებას ჰქონდა, რატომ არ მოხდა თუნდაც ერთხელ დედამისის ან მამამისის გამოკითხვა, ეს ერთი. გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მშობლებისთვის უძრავი ქონების ან ავტომანქანის შეძენის ცალკე აღებული თეორიულად რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. ადამიანმა იმ ადამიანს, რომელმაც ის აიყვანა, სამსახურში აიყვანა, ბიზნესში ჩართო, დობა გამოუცხადა, წარმატებული ბიზნესის გაკეთების ყველანაირი საშუალება მისცა, ადგა და იფიქრა, რომ ეხლა ამ წარმატებული ბიზნესის შედეგების მითვისება მას, ასე ვთქვათ, შეუძლია და ეს შერჩება. მან ეს ქურდობა ჩაიდინა. აქედან გამომდინარე, კანონმა მას შესაბამისი პასუხი გასცა. მესმის ეხლა მე დედამისის გულისწყრომა, მაგრამ უფრო კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილზე კი არა, თავის შვილზე იდარდოს და იმის ანალიზი გააკეთოს, რატომ ჩაიდინა მისმა შვილმა ის, რაც რა ვიცი, ისეთი რამე გაუკეთა ბატონმა ბიძინამ მათ ოჯახს, მათ რომ ვერაზროს ცხოვრებაში ვერ მოესწრებოდნენ. სამაგიერო გადაუხადეს ესე. და ეხლა უკვე კანონი რატო კანონობსო. როგორც ქართულ ერთ ცნობილ რომანში არის, ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, აი ესე არის მაგათი საქმე. ბაჩიაშვილმა უკანონოდ მიითვისა ეს თანხები და სასამართლომ ეს დაადგინა. უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ინვესტორი მოატყუა, მიითვისა ეს ქონება და ფაქტიურად გაძარცვა. ახლა რომ ლაპარაკობს დედამისი, რომ ჩვენი ახლობელი იყო და ესე არ უნდა გავეწირეთო. რამე ახალი სამართლებრივი მოვლენაა, რომ ახლობლის გაძარცვა შესაძლებელი და დასაშვებია. ეს ქალბატონიც ეჭვმიტანილია, რომ არის ამ დანაშაულური სქემის ერთ-ერთი თანამონაწილე. და რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს ცდილობს, რომ წარმოაჩინოს თავი რაღაცა მსხვერპლად. სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეო მასალას ავრცელებს საუბარად ჩიკვაიძის საკანში ვიდეო მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებზე. ვიდეო მასალა მოიცავს 2025 წლის 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს, სადაც ჩანს დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ როგორ იღებს მსჯავრდებული თავის თანამესაკნეებთან ერთად საკვებს, როგორც ბრალდებულ მსჯავრდებულთა კვების რაციონით გათვალისწინებულს, ისე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილს. შეგახსენებთ, მსჯავრდებული და მისი გარემოცვა აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. ტრაფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად ტრაფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველოს კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 198 ქვეყანას შორის უკვე მეათე წელია ინარჩუნებს ადგილს ეგრეთ წოდებულ პირველ კალათაში. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33 ქვეყანამ დაიკავა ადგილი. საქართველოს წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა. ტრაფიკინგთან ბრძოლა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და აქაც საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს არის ერთადერთი სახელმწიფო კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელმაც შეძლო ამ უმაღლესი ნიშნულის დაკავება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით ჩვენი ქვეყანა აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, როგორიც არის დანაშაულის პრევენცია, შემდეგ დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა და ასევე მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მათი დახმარება. ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს განაგრძობს ეფექტურ ღონისძიებებს ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დადებითად არის შეფასებული საკანონმდებლო ბაზა და ის სასჯელები, რაც მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული, ასევე წარმატებით შეფასდა ის მობილური ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა რისკ ჯგუფებთან მიმართებაში მოქმედებენ და პერიოდულად ხდება გადამოწვევა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლოა არსებობდეს რისკი ადამიანით ვაჭრობის. ტრაფიკინგი ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევის ფორმაა. შესაბამისად, მასთან ბრძოლა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. ამაში იგულისხმება პირველ რიგში პრევენციული ღონისძიებების გატარება, შემდგომ უკვე დანაშაულის შექმნის შემთხვევაში მას შესაძლებელი რეაგირება, ხოლო ბოლო ეტაპზე ტრაფიკინგის მსხვერპლის დაცვა და მხარდაჭერა. სწორედ ამ პროცესში ერთვებიან უკვე ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მეშვეობით სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს ტრაფიკინგის მსხვერპლს. იქნება ეს საცხოვრებელი ადგილი, სამედიცინო, იურიდიული თუ ფსიქოლოგიური დახმარება თუ დასაქმებაში ხელშეწყობა.
EBRD-ის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკი ზრდის ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა. პროგნოზის გადახედვა განპირობებულია 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი თანხვედრაშია სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზთან. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან EBRD-მ ასევე 7%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წელს 7.2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს საქართველოში, ხოლო საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება 2025 წელს, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. აღნიშნულს ამყარებს ის მიმდინარე პროექტების და რეფორმების განხორციელება, რაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და რომელიც ეკონომიკური ზრდის შემდგომ დაჩქარებაზეა მიმართული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზიის განვითარების ბანკის დაფარულ ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით საქართველოს ლიდერია. ამ წუთებში აჭარის მთავრობის ხდომა იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოკლედ შევაჯამოთ მიმდინარე თვე, სექტემბრის თვე. სექტემბერში ჩვენ მქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება სხვადასხვა მიმართულებით, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონში დავათვალეთ როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ბათუმს შეემატა 2 ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე ქობულეთში გავხსენეთ გასულ კვირას 3 ახალი სრულად რეაბილიტირებული სკვერები. აქტიურად მიმდინარეობს სოციალური პროექტები და პროგრამები. ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს ინტენსიურად სამშენებლო სამუშაოები. 2 ლოკაციაზე დასრულდება 26 წლის პირველ-მეორე კვარტალში, მესამე ლოკაციაზე 2027 წლის ბოლომდე დასრულდება. დასრულების შემდეგ 570 ოჯახი მიიღებს სრულად რეაბილიტირებულ კეთილმოწყობილ სახლებს. რა თქმა უნდა, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მშენებლობებს. უკვე დასრულდა ხელვაჩაურის სოციალური სახლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები და ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყებთ ჩვენი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცედურებს. შეგვიძლია ვთქვათ თამამად, რომ ტურისტული სეზონი, საზღვაო ტურისტული სეზონი ძალიან წარმატებით ჩავატარეთ. გასულ წელთან შედარებით შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაზრდილია და 1.200.000-მდეა. დარწმუნებული ვარ, შემოდგომის და ზამთრის ტურისტულ სეზონსაც ასევე წარმატებით ჩავატარებთ. ასევე აუცილებლად მინდა შევეხო სტიქიის მოვლენებს. მოგეხსენებათ, სექტემბერი მიმდინარე თვეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეგვექმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული საკითხების შესწავლა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები. დღეს ჩვენ მთავრობის დომაზე განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარის სიამაყით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსებულია 57 მილიონი ლარი სამედიცინო მომსახურება, 500.000-მდე 50 მილიონამდე ბენეფიციარმა მიიღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი. როგორც ასევე აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დამატებით მობილიზებული იქნა 17 მილიონი ლარი, როგორც ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ როგორც ერთი გუნდი მუშაობთ ჩვენი რეგიონის განვითარებაზე და ჩვენი მოქალაქეების მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მინდა ყველამ გავითავისოთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული არა სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ რეალურად, ობიექტურად საქმის კეთებაზე, რეგიონის განვითარებაზე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი
ქვეყნის და ჩვენი რეგიონის არჩევანი 4 ოქტომბერს სწორედ იქნება ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა და ერთობლივი ძალითხოვით და ერთად დგომით ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქვეყნის წინსვლას და წარმატებას. მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. პირდაპირ ეთერში უსმენთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად აჭარის რეგიონში აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან აჭარასა და გურიაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის რეგიონში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა, რომლის ძირითად ფუნქციას ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ახლად რეაბილიტირებული შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი. გეკა გელაძემ შენობაში მოწყობილი სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა. მინისტრმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაც გამართა და მათ ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. საპოლიციო დანაყოფების კიდევ უფრო გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და რეაგირების მიზნით აჭარის რეგიონში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს შექმნით, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული როგორც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, ისე ნარკოდანაშაულთან. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ამ დანაყოფის ახალი ხელმძღვანელები და მოვინახულეთ ახლად რეაბილიტირებული შენობა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული გელა ხასაია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ ადამიანს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საბოტაჟისა და მტრულსაქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში სასამართლოში არასამთავრობოების გამოკითხვები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონდის ერთმანეთისთვის 24/7-ის დამფუძნებელი გუგა ხელაია გამოიკითხა. გამოძიებას მასთან კითხვები ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. გამოკითხვის შემდეგ ხელაიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა პროკურორმა. დახმარებოდით თუ არა ფინანსურად ძალადობრივ აქციებს? აი რას მეკითხები? რა ტიპის ინვენტარი აქციებს ვეხმარებოდი? აი ძალადობრივი სახე რაც მიიღო, მას შემდეგ ეხმარებოდით თუ არა ფინანსურად აქციებს? არ გაძლევთ. რა ტიპი გირაოს უხდიდით დაკავებულებს? გამოძიებით დასტურდება ის, რომ არამიზნობრივად იხარჯებოდა ფინანსები, მათ შორის ჯარიმების გადახდის კონტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ ფიქსირდებოდა ჯარიმების გადახდა აღნიშნული ფონდის ფინანსებიდან, მანვე დააიდენტიფიცირა ის, რომ ამ ჯარიმების გადახდას იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა პოლიტიკური მიზნები და აღნიშნული საქმის ფარგლებში დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და კონკრეტულად ამ ფონდის საქმიანობისთვის, ასე ვთქვათ, გაღებული თანხები არ უნდა მოხმარებოდა ჯარიმებს. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება პირისათვის ჯარიმის დაკისრება, ამას აქვს კონკრეტულად პრევენციული მიზნები და როდესაც კონკრეტული ფონდის ასე ვთქვათ, მიზნობრიობა ხდება ის, რომ ეს ჯარიმები დაფაროს, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს აქვს წინააღმდეგობის ხასიათი. რომეო მიქაუტაძეს ბრალი დაუნძიმდა. სახელმწიფო ბრალდების თქმით, მიქაუტაძეს ახლა არა 3 მილიონის, არამედ 8,400,000-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. დაცვის მხარე 100,000 ლარიან გირაოს ან შინაპატიმრობას ითხოვდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მისთვის წარდგენილი ბრალდება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა კონკრეტული ახალი ეპიზოდები, რომელიც ჩაიდინა რომეო მიქაუტაძემ. კერძოდ დაემატა ის, რომ ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რამდენიმე ეპიზოდი, ასევე დაემატა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კუთხით
დამძიმდა ბრალდება, გაიზარდა კონკრეტულად ოდენობა, ანუ წარდგენილი იყო 3 მილიონთან დაკავშირებით ბრალი და გამოძიებით დადასტურდა, რომ მან განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაახლოებით 8.400.000-ის. გარდა ამისა, დადგინდა, რომ რომეო მიუქაუტაძე მაშინ, როდესაც მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ამავდროულად მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალული ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა სამეწარმეო საქმიანობაში. მან დაარსა რამდენიმე კომპანია, ასევე მართავდა ამ კომპანიებს და ასევე წილები ჰქონდა კერძო კომპანიებში. ეს კომპანიები დაკავშირებული იყო ჰესებთან, ასე ვთქვათ, ჰესების კომპანიები იყო და ეხმარებოდა ამ კომპანიებს, ვინაიდან დაინტერესება ჰქონდა ამ კომპანიებს სხვადასხვა ნებართვების აღებაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგის სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს პრესპიკერთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობეს სივრცე დაათვალიერა. გრძელდება რეგიონული შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ვიმყოფებით მარნეულში, სადაც პირადად შევხვდი კომისიის ყველა წევრს და მოვისმინეთ ინფორმაცია არჩევნების ამზადისთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდგომ გადმოვინაცვლეთ რეგიონულ სასაწყობეს სივრცეში, სადაც ასევე გავეცანით საარჩევნო დოკუმენტაციის მიღების პროცესს, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ როგორც ამ რეგიონში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ცესკოს საოპერაციო სივრციდან სრულად არის მიწოდებული ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია. ადგილზე გავეცანით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით საწყობში არსებულ სიტუაციას, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ტრადიციული კუთხით უბნებისათვის მისაწოდებელ მასალებს. ბოლო ეტაპი ლოჯისტიკისა, მეოთხე ეტაპი განხორციელდება უმოკლეს ვადებში, კანონით განსაზღვრულ ვადაში და მიეწოდება შესაბამისი ინვენტარი, მასალები და დოკუმენტაცია, როგორც ტექნოლოგიურ უბნებს, ასევე ტრადიციულ უბნებს. სამგორის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩების სრულად რეაბილიტირდა და განახლდა. პროექტი მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის შეცვლას. ჩატარდა საგზაო და გამწვანების სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვემოთ კომუნიკაციები, რომელიც იყო ამორტიზირებული ცუდ მდგომარეობაში. საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლებული არის, მოწესრიგებული, დახაზული ახალი განათების ბოძები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვემოთ კაბელარხებში არის ჩატანილი. ჩვენ პირველად როდესაც მოვედით, გვახსოვს თუ რამდენად რთული და მძიმე მდგომარეობა იყო. დღეს აღნიშნული გზა ყველანაირად მოწესრიგებული არის, დაიხაცა საავტობუსე ზოლი, მიმდინარეობს პარალელურად გამწვანებითი სამუშაოები. მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, რომლის შედეგადაც საგზაო მონაწილეები შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. მანამდე ამ ქუჩაზე ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო, როგორც ხედავთ, მოეწყო ტროტუარები, ქვეითთათვის და ზებრა გადასასვლელები, სადაც ქვეითები შეძლებენ უსაფრთხო გადაადგილებას. ასევე დაიხაზა ავტობუსის განცალკევებული ზოლები, რომლებიც მოემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას. ქართული ოცნების მარნეულის მერობის კანდიდატმა დაურ ისმაილოვმა წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიაზე განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კანდიდატის პროგრამულ პრიორიტეტებზე, მათ შორის სოციალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარადგინეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენ აქტიურად ხვდებოდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს. დღეს ჩვენ გქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ასევე გვყავდა საპატიო სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები. მე ყველას მადლობას ვუხდი იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობ. კარგი კანდიდატი ყავთ დაურ ისმაილოვი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვიცნობ. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ აი ახალგაზრდობიდან არის ჩვენი თანამებრძოლი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც თავარია ძალიან კარგი გუნდია შექმნილი. რუსთავის მედიათეკას 2 წელი შეუსრულდა საგანმანათლებლო სივრცემ, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდების კომფორტისთვის შეიქმნა. 2 წელიწადში 23,000 ვიზიტორს და 200-ზე მეტ ახალგაზრდულ შეხვედრას უმასპინძლა. რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკა, მდიდარი წიგნსაცავი, თანამედროვე და კომფორტული გარემოა შექმნილი. პროექტი ნინო ლაცაბიძის ინიციატივით 2023 წელს განხორციელდა.
წარმატებაზე და განვითარებაზე ვისაუბრეთ, მე მგონი საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ჩვენ დროში ძალიან ბევრი რამე იცვლება ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პულსზე ხელი გვედოს. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის სპიკერი და ლექტორია ჩამოსული, რომ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. ეს არ არის მარტო განათლების, კულტურისა და შემეცნების, არის ფსიქოლოგიური დისკუსიებიც. 1 ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. სრულებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები შედის ძალაში 1 ოქტომბრიდან, როდესაც პრაქტიკულად კერძო იმპორტიორების და კერძო საბითუმო რეალიზატორების ნაცვლად ყველა ამ ფუნქციას საკუთარ თავზე და საკუთარ პასუხისმგებლობად აიღებს სახელმწიფო. ამიტომ ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საცალო რეალიზაციის ერთეულებთან, როგორიც არის ავტორიზებული აფთიაქები, როგორიც არის კლინიკები, რომელსაც ესაჭიროებათ ამ მარაგების შევსება და მიწოდება და დისტრიბუცია, მათთან მიმართებაში კომუნიკაციის არხების აწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვან საკითხებს გაესვა ხაზი და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ამოიწურა რაღაცა კითხვები, დაიგეგმა კიდევ შეხვედრა, სადაც საშუალება გვექნება, რომ უფრო დაწვრილებით ჩვენი კითხვები წარმოვადგინოთ და ბატონ მინისტრის ესეთი კეთილი განწყობილი დამოკიდებულებით გადავჭრით საკითხებს, რომელიც აქამდე ჩვენ გვაწუხებდა. მივიღეთ აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვფიქრობ, რომ უფრო დაცულობის მომენტი უფრო მეტი იქნება უსაფრთხოების მხრივადაც ყველაფერი წესრიგში იქნება. განათლების მინისტრმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართულობით წარმოდგენილი იყო პავილიონები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობაში. უნივერსიტეტში ასევე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. სასწავლო წელი დავიწყეთ სამეცნიერო ფესტივალის გახსნით და ამ ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს ინოვაციური ტექნოლოგიების, ცოდნის ინტერნაციონალიზაციის, კვლევების და სხვადასხვა მიმართულებების კუთხით საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც არაერთი უცხოელი ექსპერტი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს, რომლის მიზანი არის ახალგაზრდების ჩართულობა კვლევით საქმიანობაში. ესეთი გრანდიოზული სასწავლო პროცესის დაწყება ნამდვილად ვიტყვი არასდროს არ ყოფილა. მთელი იმერეთი აქ არის, მარტო ქუთაისი არა და ეს არის ბედნიერება უნივერსიტეტის და უნივერსიტეტის წარმომჩენია ზუსტად მისი სამეცნიერო პოტენციალი, მისი მომავალი თაობა, სტუდენტობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის იტყვის გამორჩეულ სიტყვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. იმერეთის რეგიონის სამ ქალაქში, ბაღდადში, ვანში და სამტრედიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მონიტორინგის ფარგლებში ყველა ობიექტზე სამივე მუნიციპალიტეტში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაზედაც კონკრეტული შენიშვნები, მითითებები მიეცათ როგორც საპროექტო საზედამხედველო კომპანიებს, ასევე სამშენებლო კომპანიებს და მიეცათ შემჭიდროებული ვადები აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხრელად. აღნიშნული პროექტები სამივე მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად დასრულდება 26 წლის ბოლოს და სამივე მუნიციპალიტეტს ვანს, ბაღდადს და სამტრედიას ექნება უწყვეტი სტაბილური წყალმომარაგება. პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებული იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი ქმედება კი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. ჩატარებული გამოძიები დადგინდა, რომ 2022 წელს
ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები ესპანეთის სამეფოში ოპერირებად საწარმოს კონტრაქტორი კომპანიის სახელით დაუკავშირდნენ და რეალურთან მიმსგავსებული ელექტრონული პოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში 555.784 ევრო მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტის საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე. ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები კონვერტირებული იქნა ამერიკულ დოლარში და ყალბი დოკუმენტებით საფუძველზე გადაირიცხა საზღვარგარეთ ბრალდებულთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომა 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქრონიკა 14 საათზე დასრულებული ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 16-ზე. დროებით.